წინა ვიდეოში ნახეთ, რომ ამზადებოდით მანქანის მისაღებად, თუმცა ყველაფერი ისე მარტივად და კარგად არ დაალაგდა, როგორც ჩვენ მოველოდით და მანქანა იმაზე მეტად დაზიანებული ჩამოვიდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. Erik Zagleb ma ხوار გიკმინეს. არა მიმაციდეს. ვასთან ვართ, მოკლედ ჩვენი მანქანაც ჩამოვიდა, აი პირველად ვეხები ხა ჩემს G30-ს, რაც ძალიან მახარებს. რაც ცუც შეეხება და როგორც ყოველთვის და რატო არ ესეთ ხასიათზე, ანუ ესეთი მანქანა არ მყოლია და წესით უნდა მიხარებოს. ცუდიდან დავიწყოთ. ანუ გასაგებია რომ კონტეინერში როცა დებთ მანქანას, შეიძლება რომ რაღაცა მოხდეს, მაგრამ ბრმა ხარ ეს დედა ეს ერთი. მეორე, კაი, აქ ბრმა ხარ. აქ კიდე უფრო ბრმა ხარ? კაი, ამას თავი დავანებოთ კიდე. აქაც გასმული სულ აი ეს აი აქ მაგრამ მაგასაც თავი დავანებოთ ეს გასმული იყო და გასაგებია მაგრამ აი ასე ჩაღრმავებული და ჩაკუჩი ურტყით ბარემ ანუ თუ გამოყავთ და კიდიათ როგორი მანქანა არის მოდი ჩაკუჩით მიუდექით და გასაგებია მაგრამ ხო შეიძლება ადეკვატურად რო გავაკეთო მიუდექით რა ანუ მე უნდა გასწავლოთ თქვენი საქმე მე რამდენად ხდება მე რამდენად ხდება ეს გასაგებია Fusion-ი რომელსაც $1000 ვყიდულობ მაგრამ ანუ არც ისე დაბალფასიანი მანქანა არის და ყოველი შეღებილი ნაწილი აკლებს ფასს გასაყიდს და ხო შეიძლება რომ ცოტა ყურადღებით მივუყროთ ესეთ რაღაცებს ანუ ესე არ უნდა ხდებოდეს უკვე მე რამდენად თავიდან კორექტულად ვსაუბრობდი ეხლა უკვე მართლა ბრმები ხართ ანუ მიუდექით თქვენ საქმეს როგორც საჭიროა თუ არა და წადით და სხვა სამსახური იპოვე რა აი მთლად ეგეთი ცუდი ტიპიც არ ვარ просто გავღიზიანდი მანქანა მომწონს ანუ რეალურად სასიამოვნო არის მომწონს რომ ნელ-ნელა ესეთ შედეგებზე გავდივართ მომწონს ჩვენი წინსვლა ძალიან დიდი მადლობა რომ გვერდში გვიდგახართ და იმედია ესეთი პროექტებით არხს უფრო მეტს გამოიწერთ და გაუზიარებთ კიდევაც მეგობრებს. მოკლედ ხვალიდან შევუდგებით ამ მანქანის აღდგენის გზას. ისეთი საშუალოზე ცოტა მეტად დიდი გეგმები გვაქვს ამ მანქანაზე და ნუ ვეცდებით რომ მაქსიმალურად ლამაზად შემოგთავაზოთ ამის კადრები და ვეცდებით ეს პროექტი სერგო უკვე მუშაობს. ვეცდებით მოკლედ ეს პროექტი სასიამოვნოდ და საინტერესოდ წავიყვანოთ თქვენთვის. ხვალამდე. შევიყვანე, კარების ვიკეთებ, ზუსტად შევიყვანე. Давай. მაგარი. Сашас серიული ნომერი. Пойдём сюда, зафиксируем. Пикарито гай дом бомбино. Давай, გიღე ბო. აჰა, ძმაო, ჩვენი ძმების სტიკერი. მიდის პირდაპირ მანქანაზე. მეც ეგრე ვაკეთებ ხოლმე ზუსტად. დაბლა გააკეთე. მაისა, ძმაო. ნაბარსო ძევი თუ კარგად ჩანდეს აი შუაში. სადაც შენ გაგიხარდები. აი ეს. კიდევ ერთი კმაყოფილი აჰა, ძმაო. А ты как клеишь? Блин, вечно вот так получается. Смотри, как точно получается. С одного раза. Вот так, это Саша. Ай, хазмау. Ай, мой босс, emotion, ставится дал дроп от мотора для этого. Вот он мечет. Главный. И хайпела. Супермен. ცოტა გამოვიწევი და უცებ აგიხსნით. აგი ახალი გიტარა. ასე გამოიყურება. და აგი ახალი სტержინი. ორივე გვაქვს. წესით ხადავოიში მეტი არაფერი არ გვაძახებს. ამას რომ დავაყენებთ, გაივლის მანქანა. მაგრამ მანამდე დასაკოქი იქნება.
და მე მგონი ალექსანდრე ისეთი მოწაფებულია, რომ დაქუქავს. ხო? შეხედეთ. დაქუქავს კი არა, მანქანაში აღარ ჩაჯდება. რას დგებოდი ვაფშე ძმა? ძმა, არც დავწოლილო არა. ასეთია dream chaser-ების ცხოვრება, არასდროს არ ვჩერდები დასაძინებლითაც დრო არ ყოფნის. არხი უნდა გამოიწეროთ, რომ გვიღირდეს რა მართლა. დაალაიქეთ. თორე აღარ დაედიტებს ვიდეოებს, აღარ მომწონს ეს საქმეში. გაიწვა. ჩაკუჩამ დავაი. მაშინა ლარპისაც თოი, დავაი ჩაკუჩამ ზევი. ვაფჭი, ჩემი ძმაკაცის მანქანაა, დაარტყი. აუ. ესე იგი დავარტყარა. ჩაკუჩი დაარტყი. აი, BMW-ს მუღამი არ ვიცი რა, რატო ყიდულობთ BMW-ს? ვინ არის შენი ძმაკაცი? ვა, დაუნე ხომაგარი. ხო, აბა. რატო აი ძმაკაც რა ბეუ. გაწელები არ მინდა გამოგიდო. რასულთა ჩავსვა. არა, ზოგი არის ტრანსპორტ ალუმინიუმი. წელას ჩასვას. მე აი მაგრე არ მაგიდო. საბურავების დროც მოვიდა. ისე უნდა შევცვალოთ. ისევ. ანუ 48 საათში არც უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ ღამე ხო არ გვეძინა. არა. ანუ 48 საათზე ნაკლებ დროში. 24-ზე ნაკლებიც კია. დაჟე 24 საათზე ნაკლებ დროში უნდა შევცვალოთ ყოველდღე საბურავი. წავედი. მოკლედ მიშლენი ავირჩიეთ. როგორც ხედავთ? როგორც პორტი. ო, კაფორები. Number 1. როგორც აწერია, number 1. მოკლედ როგორც ხედავთ, BMW-ს გარეშე ვერ ცოცხლობს. ამიტომაც ეხლა ერთი BMW არ დაქოქავს, მაგრამ ელექტროობას მიაწვდის მეორე BMW-ს. აბა აბელებზე ჩალით შეიფარა. მოკლედ დენი არ გვაქვს და საბარგული უნდა გავხსნათ და საბარგული რო გავხსნათ რაღაცა ის მჭირდება რა. ეხლა ვნახავთ როგორ შეგვეძლება და რა ხერხებით რო გავხსნათ საბარგული. ობა. რატან მე ლომნო. ძველი ხერხებით. სამწუხაროდ იქ ვერ ვაჩვენებთ. давай я залезу, слушай, сниму, открой. და ნე აუდ ნახულები. ესენი ამოვიდოთ რა დავაი კაცო. მაგარი ახლა შეერთებულია განდა. კი, შეერთებულია რა. აი ეს რა ლიტრატურას დაუწევი. როგორც ხედავთ, რაღაცები გვილაგია საბარგულში. ზუსტად რა ჯერჯერობით არ ვიცი. იმიტომ რომ უნდა გავაგოროთ მანქანა გარეთ და ამერ დათქვეთ ამ დოლარები. დღის შუქზე უნდა ვნახოთ რა დევს და რა არ დევს. სამწუხაროდ არაფერი. ვა, ფოტოსურათებიც გვაქვს. 100% ნეგრია. არა, არ მივიძახით, კაცო, ფერატკანიანები არის. ფერატკანიანის მანქანა ყოფილა.
აბა ის რა დაფოთბრაში გიდი. ნახე. აუ გემოვნება ქონია. გამოფენაზე ვიყავდა. კი ბატონო, გემოვნება ქონია. იმისთვის რომ ალექსანდრე, იმისთვის რომ წინა პატრონმა ნახოს თავისი მანქანა სად მოხვდა და რა ხელებში. უნდა გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ, გააზიაროთ ვიდეოები და ასე შემდეგ. აი ნახე გამოფენები დადიოდი. ხა გემოვნება ქონია. GMC-ის მარკის ავტომობილებისკენ. საიდან იღებს ეს ბიჭი? ამ რაღაცა მე მგონი სულ არ ყოფილა მაგდენი რაღაცა მაგ მანქანაში. ალექსანდრე მუშაობს. მომიწია რა. ეხა დავრეკავთ მოიცა. დისტანციურად აშოტა დაგვეხმარება. აი რა ქია. როგორც ყოველთვის დისტანციურად აშოტა გვეხმარება. ზარო აშოტ. რა ვახარ? მოიცახმე მაღაზია ჩაქვთო ვიდეოში ხარ. აშოტ. კაროჩე დისტანციურად გჭირდება შენი დახმარება რა. დენი არა აქვს საერთოდ მანქანას და სად არის ეს პირო პატრონი და სად მოხსნათ რა მოხსნა? არა G30-ია. ბაგაჟნიკი ახტილი გვაქვს ეხა აკუმულატორს ვუყურებ. ორ წვერა შტეკერი. აგე ეს არის. მოიცადე ვაფშე კამერით დაგირეკავ რა. ორ წვერა შტეკერი ვნახე ხო? მოიცადე ერთი დავურეკავ. Здорово. აგე. ეს ესა ნახე კლები და ხო გამოდის აკუმულატორი და სად მიხდება სად ეშტივა ნახე საჩი ხო აი აქ ქვევით ხო მოიცადე შენ ტელეფონი მოთხოვნ მივანათო აი ბანძო ვიცი ხო მანდა. აი ასეთ მადლობა საინტერესო რაღაცები დაიწყო ახლა გუშინ არ მომწონდა რა ხდება და როგორ ხდება ეხლა უკვე ნელ-ნელა საქმიანობთ წვეტიანი ხო ამ პროსტრიად მოხდა ოკეი ძალიან ეს წვლილი არა ასე ჩამინათა დავაი შეგევითო არტიანით რომ მოვხსნათ ეგ არ გინდა? ეს არ არის, ეს მთლიან ბლოკს იჭერს ძმა, აზრი არ აქვს მაგის მოხდა. აი ეს კრიშკა ცალკეა, ხედავ? აბა წამოხეჭ. არ წამოვედი. ანუ მოვხსნათ და ის დაგვერჩათ პირდაპირ მაგის გარეშე. მაგას თავს პერო პატრონის გარეშე. აბა სად მოვხსნათ? არ ხსნით, ხო? შუანური ხედი ბრატ. მოიცა ერთი სურათი გადავუღრა. ის კაცი ვესაუბრეთ აშოტას, ვითხრა რომ ვეცდები რომ ვიპოვო ინფორმაცია და გისკრინო და გამოგიგზავნიო. ეხლა ველოდებით აშოტას რეალურად ესეთ სიტუაცია არ გქონია, ვსწავლობთ ეხლა, სწავლის პროცესი არის ნორმალურია. მოკლედ დაველოდებით და ჯერ არ ვქოქავთ, რაღაცებს არ ვიგონებთ, რომ რაღაცები არ გადავწყვეტთ და მე ტყუილად ან უკან არ დავბრუნდეთ და ახრიდან არ დავიწყოთ რაღაცები საგდიანად. შესაბამისად ეხლა 5-10 წუთი დაველოდებით აშოტას, მე გადავწყვეტ როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ დავქოქოთ და პირველ სტარტსაც ვნახავთ. So if you need to move into your car in case of an accident when the airbags deploy, all you need to do is bust this part open here, your positive terminal. So that's what I did. So you open this up, and this part here becomes detached. ეგ არის ეგ. ერთი წამით. საშიც მობოსკოპს. მოდი მაშინ დაველოდოთ. დაველოდებით. შემდეგ ჩართვამდე მაშინ. ეხლა უნდა მოვხსნათ მთლიანი ეს ბლოკი.
და მე სერგო მეხვდება თუ რომელი არის აიროფიუზი და მაგასაც გავაკეთებს. სხვა ვარიანტი აქ აღარაა, ძმა, სხვანაირად აღარ მიდის აქ ხარაფერი. სადა გასანა. სერგო მამა გასანა. Трещотку. გაფაგები მომი. Продолжите. არა გქონია. არ მგონია მაგის გამო არ იქოქებოდეს. მანდარი პაიოფი. არა, ანუ რო არ დაგიჭერია მაგის გამო რო არ აქტენი და რაღაცა, არ მგონია. უკვე უნდა ქონოდა. მაგო მან სხვაგან აღარსად აღარ მიდის დენი, იმაგიჩნი. ცოტა მაგიტო არ მინდა რომ გარტყმით გავაკეთოთ გამოდენი. მოკლედ რა შეგავარკვიეთ? სახიფათო ისტორია. პირდაპირ დაერთა რაღაცნაირად სერგომ ესე უგრძნობოდა, ესე ვიციო და მეც მენდა. არის დენი? დენი არის როგორც ჩანს. ეგე? დენი არის, სალამი. მოიცო კამერა მოატრიალეს. ეგრეა. ესე ვქენი და მოვიდა. თურმე ხალხი მართლაც იძახდა რომ აი BMW სიყიდი თუ არა ეგრევე ხალხს იზიდა. პროსტა დაუძახი და ეგრევე წამო. მიდი ძმა დაქოქე. დავხოკო? ნახო, წოდო. აბა ღმერთით. ეხა რატო გადმოვარდა ბიჭო? კი არ არის, არა, მოიცა? აბა არ გათიშო ერთი წამო. აბა არ გათიშოთ ერთი წამო. ჯამპერი მოხსნა. ხო და არ მოხსნით თქო მაგას გიوارდი. შიგნით რაც შეეხება ეხა ყველაფერი მომწონს რა რეალურად სასიამოვნო არის ერთადერთი რაც მაღიზიანი და მომეწონა არის საის გაცვეთილი კნოპკები, მაგრამ კარგია რომ სხვა იდეები გვაქვს ამ საჭეზე და შესაბამისად დიდად აღარც მაწუხებს იმ გამო. მაგრამ ეს რო დარჩენა და მაღიზიანობს ხან რა კნოპკები რომ არის გაცვეთილი, მით უმეტეს ეხა ესეთ გარბენზე 55,000 მილი აქვს და რა ვფრჩხილებს უკაკუნებდა ალბათ ქალის მანქანა იყო და შესაბამისად შესაძლებელია რომ ჩხილიც დაედო და ბეჭდები და ნუ უყვართ ხოლმე და რული ფუჭდება. იმედია დაიქოქება მანქანა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს რა. ჩვენი პირველი BMW-ის პროექტი, ვისაც გახსოვთ, მეოთხე სერიის მანქანაში რომ ვზივარ, ვიძახი რომ როდესაც შენთვის მოყავს. ხლა დიდი ხნით არ არის, მაგრამ ნუ სხვა სახით მომყავს რა ესეთი მანქანები, რომ პატარათი გამოცდილება შევიძინოთ, ცოტა უფრო ვისიამოვნოთ მანქანებიც და პროცესითაც დავტყვეთ რა. და შესაბამისად ცოტა სხვა მოლოდინები მაქვს ხოლმე ესეთი პროექტებისგან და პირველი BMW რახან გვყავდა და დიდად და დეტალურად არ აგიხსენით, არ გაჩვენეთ ყველაფერი და ვნანობ ახლა. ეს პროექტი იქნება ყველაზე ვრცელი, ყველაზე დეტალური, ყველაზე გულით გაკეთებული და ასე შემდეგ რა და ვეცდებით რომ კიდევ უფრო დეტალურად გაჩვენოთ ესეთი მანქანა. ეხლა კიდე იმისთვის რომ დავქოქოთ ეს მანქანა. დაგვჭირდა კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, პერემიჩკები. მიდი მანქანა დაქოქე. დაიცა. არა, დენი, არა. დენი არ არის. დაქოქავს ხა მანქანას. ანუ საერთოდ არ არის დენი. ესე იგი უკანა. საერთოდ არ არის დენი, არა. მოიცა არის. აღარ არის. მინუსი გვაქვს ცუდი F30-ზე. ბიჭო, ნოღანძრივთ მაგას. უყურებ და ესე უშვება მინუსი. ო. აი, ცდილობს. პირველი BMW-ს ხვევი უკვე გვაქვს, ხო?
ხო, პირველი BMW-ს ხმები გვაქვს და სხვათა შორის სტარტერიც დააჭერეთ. გავიდე და მე ჩავ. მოიცადე ხა. სადოთ? იესანიშვილი ხაზი მომწევს. სხვათა შორის გზაში რო იყო ეს მანქანა, არ ვიცოდი ყველა საქმე თუ არა ეს ambient და კარგი რო აქვს. გუშინ ვნახე და ეგ გაგვიწევდა ძალიან, იმიტომ რომ ამ ნაწილს არ ვცვლით. აი ეს არ უნდა ქონდეს ამ მანქანებს რა. აი არ უნდა ქონდეს 2017 წლიან მანქანას, ესეთი ნორმალური ადეკვატური გარბენით, ესეთი ეს არ ვიცი ხანას დავაბრუნო, არავინ არ არის ამაში დამგაშავებული. ფერმერის ეგ არ არის. სერ აბა როდესაც ანუ დავაპირებ დაკოქვას გასმის რა. როცა დავაჭერ გასაკოქვას გასმის. იმიტომ რომ ისედაც აკუმულატორზე არ არის სერ და მაგიტო რა. დავითვალოთ და გავუშვებ. არა. ნიმადი. აეთი შევა? უსაჭკარ გვაქვს. უსაჭკა გვინდა, იმიტომ რომ ედება. მაგიზია. Это перемечено очень толстый кадр какой-нибудь. ხო არ გვეცადა. რომც არ დაიქოქოს გარანტია გვაქვს ძრავზე და კულობს. გესანო? არაფერი არ ქონდა. სალამი. ჯერ არა. მოვინდომე რა. კი. მოკლედ უკან მეტად დეტალურად მიყვნენ ახლა იმ პროცესს რომ კაბელი გადააბან ის პერემიჩკა გრძელი იყო და შესაბამისად სერგოს იდეა ქონდა იმაზე რომ შეიძლება გრძელი რო არისო მაგიტო ვერას არ ვიცი მოკლედ დავუდოთ დენს კარგავს. ხო ეხლა შეაერთებენ და ვწდით დენი გვაქვს ეგ ეხლა დავქოქავ და იმედი არაფერი არ აგვიგებ ჯერ ერთი და იქოქება. ეხლა მე კლიმატის გათიშდაში. ჩამიქონსა. რამდენი ხანია მყოლია რომ დამავიწყდა როგორც. აი, ხო შეიძლება რომ პირდაპირ კნოპკა გავუკეთო და მაქსიმუმიდან აი ესე არ უწევ. მანაც ამყვანია კი მოუწევს. მივმართავთ BMW groups. ჯერ ვერა 5000 გამომწერი ოთახში გამოიწერეთ რომ მივმართოთ მოგვისმინოთ. ზადვარდ. ზადვარდ. ვა. როგორც ვიცით? ალექსანდრე. აუ. როგორც ვიცით BMW იკრიბებს ხალხს, ხო? ხო, მიდი. BMW იზიდავს ხალხს.
ძალიან ბევრი ვარ. ყველა ამის მოლოდინში ვარ. მე და საოპერაციოში ხა მანქანა და ვცდილობ რომ გამოცდილოთ როგორ შეიძლება მაგრამ კარგი მომწონს ესე რო იწყება პროექტები, ხალისიანად იწყება და სასიამოვნო გადი და თან ეხლა ფიუჟენზე კი გითხარით, ფიუჟენები რო ყავდა ბევრი, უკვე ისეთი ემოციებით ვეღარ გადმოგცემთ ინფორმაციას და აი ყველა ფიუჟენზე ვარ, ვაი მე რა მაგარი რაღაცა მაგარი. აქ ეხლა პირველად ვართ და მომწონს რომ ნელ-ნელა დონიც ცოტა მაღლა ავდივართ ეხლა, თლად მაღალი დონე არ არის ეს, მაგრამ ჩვენთვის არც ისე ცუდი მიღწევა არა რომ ნელ-ნელა ვცდილობთ რომ ცოტა უფრო მეტად საინტერესო მანქანებს მივიღოთ რა. აი, კაპიტანი საკუთარი. სამი თვე ხო ველოდი დაახლოებით თუ არ თქვენახე მაგრამ აი ეგრევე რული არა უწევია ამიტომ ცოტა მიიღოს რას ვიძახთ აი ეს მოლოდინის დრო ეს დღევანდელი დღე რა სანამ მოვკიდები ამანქანას ხელს იმაზე დიდხანს გრძელდება ვიდრე ის სამი თვე როდესაც ველოდი Подожди, 2 минуты. Он же уже больше того. აი ეხლა გასცემს მივახმარ აი მაშინ 1-2 წუთით დაველოდოთ. აველოდოთ აღარ ითიშება თქო რადიატორში ამოწმე წყალი რადიატორში არ შემოწმები ვაფშე არა კომპაში დოშო წყალი? Лакоке. აჰა მოდი Блин, убивайте надо. Аккумулятор слишком серый. აი ერთადერთი ოღონდ აკუმულატორი არ იყოს ისეთი მკვდარი რომ არ დაიდენოს, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი არის. საკმაოდ. მიშონია ბენზინი ვასხა სული და სული. სადო? იქი დაიც. იქი დაიც. იქი დაიც. პროექტი ჩამოსული არაა, უკვე საბურავებს ვცვლით. აიცა? დაიკოკა. Да. სალამ ალეიკუმ. Алейкум ассалам. ჩეკი რა გვინდა ეხლა? მიდი ეხლა. ჩეკი არ გვინდა. აი, იყო. შეიძლება და. აი, ვაგი ხო ბაზარი არა შეგე ხა გასაგები. საპირებოებსაც არ აქვს, აი. კაი, ეს გასაგები. საკმაოდ წყნარად მუშაობს. ძრავი. ხო? მე ვერ ვხდები ჯერ ეიფორიაში ვარ პატარა. იმის ხარჯზე თუ როგორ ისმის ჩვენი F30, საერთოდ თქმა არ აქვს. უკან არ ვიწვით? უკან მე მგონი არ ვიწვით ჯერ. ეს რასი ჩუმია, ეს უნდა გავაუქოთ. ჩუმი აღარ უნდა იყოს ეს მანქანა. აი, ეს. გადარჩა. პირველი ნაბიჯები? Asta, aveți tot la dus. Am să vedem la dus deja buti. Ai spus și nu. Ai este, cum că dai copie, dai greu.
არა, უკანა მოვლები დაშვებულია ბოლოს. დაშვებულია. ეს არ ჩანს, მაგრამ მე ტექნიკა. დაშვებულია. თქვენი შთაბეჭდილება რო გითხრათ, პირველი მეტრები გავიარე 1-400 კილომეტრი ამ მანქანით, короче, მიწავს 4-ს. არა, რავი, საინტერესოა რა, მაგრამ მაინტერესებს როგორ იქნება, როგორ აღმოაწყობს და რა გამოვა. ამ ბიჭებთან მოიდა ბიჭებთან მანომეტრი ნახოთ. მანომეტრი. მოკლედ ვოვა, ბერავს უკვე საბურავებს. ეს იმენა ჩვენი მანქანების ექიმი არის, ეხა თავის 4-ზე დგას. ეს რა არის თო? თან დავიწყდა. დილიდან არ გაუხსნია და მოკლედ რა შეძახთით? ეხა ეს არ დასეთ ყარი. მე სანამ წავედი და მოვიტანე ესენი რაც საბურავ ჩაერხიჭებს ზავატნიკებს ეძახიან არ ვიცი ქართულად რა ქვია ბიჭები ხნიან ზედმეტ ნაწილებს რომ სახლამდე შევძლოთ ჯერ სახლში არ მივდივართ აშოტამდე რომ შევძლოთ მისვლა რა რომ მიხედოს აი საბაგულში რაც აურიეთ და დაავადოთ ძალიან არ მომწონა ის ამბავი რომ კაპოტი გვაქვს ნასესყვარი და ეგ მოულოდნელი არის საერთოდ არ მომწონა მოვიდა არ ვიცი მინუსებიც აქვს Fantazia, coisa. ხუში როგორც გითხარით. დაგვიზიანეს რამოდენიმე ნაწილი. კონკრეტულად ეს გამოიყურება. მოკლედ მინდოდა რომ ზეთი მენახა ძრავში. და ჯერჯერობით არ მაძლევს საშუალებას ნახევარი საათი მაინც ატაროს მაგრამ მივიდეთ. არ მგონია ზეთი ნაკლები ქონდეს, მაგრამ მაინც ჯობია რომ შევავწოთ. ეხლა რა გვაქვს შესწავლაში. აერბაგები, კარებია. საბურავი, კარი, რა თქმა უნდა. პარკინგის ლამპა. აქ არის აერბაგების შეცნობები არ გვაქვს რაც ძალიან მახარებს. მოკლედ ცოტათი არ მომეწონა რა ნასეთ ყარის გარდა კიდე სახურავი ხო გაგვიფუძ რა. სახურავს მიყვა ლუკიც ნაკაცრები აქვს და არ შორდება. არი ალო გახეული თავისი დამცავი ფირი. და ჭირს რომ იყვნენ პლუს მოდი ახლა აქაც დააზიანეს აი ეს და აქაც და აი ესეც დააზიანეს ანუ აი ეს არის შესაძლებელი მთლიანად ეს არის აღსადგენიანი შესასვლელი აი ეს და აქ არის შესასვლელი ლუკი და არის შესაძლებელი ჭერი რავი რა აღარაფერს არ მეთქვი თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ და თქვენ თვითონ დაუჭერეთ კომენტარებში მე უკვე დავიღალე Ogrisi. Are specialist რა შეიძლება. საინმაგას ნახავთ, პატრიოტიკი მოსახსენია მაინც. აი ეს არ მომწონს.
ეგ არაფერია კუზოვსის. კუზოვს მოწოდა. ცოტათი მოვიდა. არა უშავს ჩაკუჩი ვიარ. ჩაკუჩით. საინტერესო ისტორია იწყება. F90-ზე ავაწყობთ. დღეს. ხო? ნაწილ მოდი. ძმამ გაგვიკუჭა ფარი, ნახე რა. დაწავი. მე რა. ეუბნები ესე ჩამოვიდა. ნელა წინ მივდი. ანათებზე. გამიძერდა რა დამთავრდა ეს პროექტი. როგორ? გამიძერდა რა ეს მეგობრ პროექტი დამთავრდა მეგობრ. მადლობა ყველაფერს. კარგად. კარგად.